გამარჯობა, მე მქვია ათინათი. აქამდე ჩემს სახელს არ ვამბობდი სრულად, რადგანაც მაწუხებდა რაღაც კომპლექსი და ამ კომპლექსებისგან რაც უფრო გავიზარდე, მით უფრო გამთავისუფლდი. მოკლედ, გაგეცნობით თავიდან, ჩემი სახელია ათინათი და ეს სიტყვა ძველ ქართულად ნიშნავს სინათლის სხივის ანარეკლს კედელზე. აი ბავშვობაში თუ გითამაშიათ სარკით, მზის სხივის ანარეკლით და სარკით, აი მოკლედ მაგას ნიშნავს ათინათი. ვინაიდან ბავშვობაში ზოგიერთი ადამიანი დამცინოდა იმის გამო, რომ მერქვა არაორდინალური სახელი, ძალიან ჩავიკეტე და დავკომპლექსდი. თუმცა, როცა იზრდები ადამიანი და ამჩნევ, რომ თურმე პრობლემა არ ყოფილა შენში, უბრალოდ სხვა ადამიანებს არ ესმოდათ, ან არ ჰქონდათ საკმარისი განათლება. მე ჩემი სახელის დამალვა არანაირად არ მინდა, მგონია, რომ ჩემმა ოჯახმა ძალიან ლამაზი სახელი დამარხვა და არაფერია ამაში სასირცხვილო და მეცინევა კიდეც ახლა ამას რომ ხსნი. მაგრამ დღეს რა ხდება მეგობრებო? შემოგთავაზებთ სიუჟეტს, სადაც ქართველ რაიდერებს ჩამოვართმევ ინტერვიუს და ისინი მოგვიყვებიან თუ როგორ ცხოვრობენ ამერიკაში, რა გეგმები აქვთ სამომავლოდ და გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. დღეს შევიკრიბეთ, ბევრი ქართველი არა, ორი უცხოელი, მაგრამ ვინც შევიკრიბეთ. და პირველად შევხვდი. ეს არის ლაშა, გამარჯობა ლაშა. გამარჯობა. დამწყებ ბაიკერებს რას ურჩევ პირველ რიგში? არ ვიცი, იმდენი გამოცდილება არ მაქვს, რომ იმას რამე ჯერ დავარიდო, მაგრამ რაც უფრო ნელა და ფრთხილად და ისეთი სწორი მიდგომით დაიწყებ და არ იჩქარებ, ის უფრო აი ხა მანქანით ბევრად ჩქარა გადავალდებოდი ჯერჯერობით ვიდრე მოტოციკლით დავდივარ, მაგრამ არა უშვებს. ყველაფერი ნელ-ნელა პროგრესი მიდის. გამარჯობა, მე ვარ ვოვა. მეც დამწყები. არ ვიცი ტარება და ეხავს თავ. ასე რომ ჩემს გამოცდილებას მოვკითხა. პირდაპირ 1000-იანით რა და ლოგს რო ჩავწერ, ჩემს შესახებ უფრო მეც მოგიყვებით მან. მოგეთ ეს ისეთი ტრუკია, რომელიც არასდროს არავინ არ უნდა გაიმეოროს და მე ვცადე ყოველ შემთხვევაში. დანარჩენს მე მოგიყვებით. ძალიან გამიხარდა რომ გაგიცანით რა, ჩემი პირველი პრაქტიკა არის ქართულ ბაიკერებთან შეხვედრის, მიუხედავად იმისა, რომ ვერ შევძელი ბაიკით მოსვლა რაღაც მიზეზების გამო, მაინც მანქანით მოვედი და გნახეთ რა. და 1 საათი არის. საათნახევარი ვიარი რომ აქ ამოსულიყავი რა და მინახე. ძალიან გამიხარდა, ძალიან საყვარელები ხართ, კარგები ხართ, კარგი მოტოციკლეტები გყავთ, მოვლილები, ყველაფერი და რა ვიცი, მალე მე შემოგიერთდებით შემდეგზე და ყველაფერი კარგად იქნება რა. შენაირი ბაიკი მყავს, ოღონდ ერი. ხო, სტრიტი. ასე რომ რა ვიცი, BMW მაგარია, მე Suzuki-ს ყავს მეორე, მაგრამ ის საქართველოში. ძლივს შევხვდით მე და ქეთო ერთმანეთს. აი ნახეთ რა ესთეტიური შუა დღე გამოვიდა შუა პრინსტონში. რამ გადაგაწყვეტი და შეჭიდებოდი ასეთ ექსტრემალურ სპორტს და თანაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შენ იქნები მეორე ქართველი ქალი მოტოციკლეტისტი. ერთ რაღაცას ვიტყვი სანამ დავიწყებთ, კამერასთან დიდად ვერ მეგობრობ და მაინც იცოდეთ. ბავშვობიდან მიყვარს მოტოები და მანქანები, მიზიდავს ძალიან. ჩემ მეხსიერებაში რაც ჩანს, ანუ ბავშვობის კადრი, ჩემ ბიძაშვილს ყავდა BMW-ს მოტოციკლეტი, ერთი სული მქონდა, იმ ხელა გამხდარიყავი, რომ მოტოციკლეტზე შემოვესვი უკნიდან. ანუ ბევრი ემიგრანტი უყურებს ჩემს არხს და აინტერესებს როგორ დაიწყოს. რა სირთულეებს წააწყდი, რა არის საჭირო იმისთვის, ანუ რა პროცედურა უნდა გაიარონ, რომ აიღონ მართვის მოწყობა ამერიკაში. ანუ ძალიან მარტივია, მართლა ძალიან მარტივია. ელემენტარული ინგლისურია საჭირო, ელემენტარული როგორ, ანუ დაზეპირებაც შეიძლება. 3ჯერ თუ 4ჯერ ვიყავი ნაჯდომი მოტოციკლეტზე და გავედი გამოცდაზე უმარტივესია. 10 წუთში ჩავაბარე გამოცდა და ვისაც ოცნება გაქვთ, აი აუცილებლად აიხდინეთ. ამაზე დიდი ბედნიერება და ამაზე აი ესეთი ბედნიერი, რა ვიცი, ცხოვრებაში არ ყოფილი ვარ. მოტოციკლეტს რომ მოაქვს ის რაღაცა შეგრძნება ცხოვრებაში ეგ არ მიგწია და მართლა ძალიან ბედნიერია. ვისაც ოცნება გაქვთ, აუცილებლად აისრულეთ. ჩემი რჩევა იქნება. აი ბარემ რაც თქვი ახლა რომ უდიდესი ბედნიერება მან უნდა ჩაგერთო აუცილებლად.
რომ ჩვენთან მოტოს ეძახიან, რომ არის კლუბო. საქართველოს მასშტაბი, საქართველოს ახალგაზრდობა, რამდენიც ვარ, მაინც ბევრია ყოველ სეზონზე ინციდენტები, ჩემი აზრით. აი ამ ბედნიერებასთან ერთად შენ რაც ახსენე ახლა, როგორ ახსნი იმას, რომ ჩვენთან გავრცელებულია ფრაზა, რომ მოტო კლუბოა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. მე რასაც ვფიქრობ, იმას გეტყვი. ცოტა 19 ზემოთ, არ ვიცი რომელ წლისები იღებენ მართვის მოწმობას. 19 ზემოთ, ალბათ 25-მდე უფრო უკრით ალბათ. ფიქრობ, რომ დასაწყისისთვის მე ხა მაგალითად შენნაირ ბაიკზე არ დაუჯდები. აი ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა. 1-2 რო გაატარებენ, გონიათ რომ იდეალურად იცი. მე ხა არ ვიცი მართვა, ბაიკის მართვა არ ვიცი. ხო, მინდა რაღაც პრაქტიკა. იმ პრაქტიკისთვის შენნაირი მოტო ვერ დამეხმარება, მე რაც მინდა. მე ხა ვფიქრობ, რომ 600-იანი ვიყიდო. ჩემი აზრით მოტოკლუბო არ არის. ჩემი აზრით ადამიანი ქმნის მოტოს კლუბოთ. და ეგ გავრცელებული ფრაზა მოტოკლუბოა და რაღაცები, ანუ ისწავლე ნორმალურად ტარება და მე დაჯექი მოტოზე. ამის შემდეგ კი გადავინაცვლეთ გიორგისთან, რომელმაც დაგვათვალიერებინა თავისი ახალი motorcycle beauty garage-ი. მოკლედ, ძლივ შევხვდით სასიამოვნოა. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, ეს არის ჩემი გარაჟი. ჩემ გარაჟს ქვია beauty garage. მოდი, აი ეს. ჩემი ლოგო არის, უბრალოდ ეხა ეს მოვაცილე და beauty garage უფრო კარგად ჟღერს. ეს არის ფირფიტა, მუსიკა რო იკვრება, რაღაცები თავში კაი იდეები მოდის, მოტოებთან დაკავშირებით და beauty garage იმიტომ დავარქვი, რომ ანუ მანდილოსნები რომ მიდიხართ beauty salon-ში, ხო, ყველაფერს ისე გამოდიხართ, როგორც საჭიროა. მომავალში გეგმავ კაი რაღაცებს რა. კვირაში 4 დღე ვმუშაობ სახლში, 3 დღე ვმუშაობ დორდაშზე, ან რაღა უბერზე, ან რაღაცაზე. რაღაცა მაინც მოვახერხე რა, ეს რა, მარტო ვარ, არავინ არ მეხმარება, არავინ საერთოდ. რას ვერ შევეგუე და ჩემი შვილის გარეშე ცხოვრებას. ან ჩემი გაზრდილია, აი ამ ახლა რო დაიბადა, თითქმის 50% ალბათ შეიძლება მეტიც რა. ხო და სულთან დამყავდა, ეხა 17-ის არის და 4 წელია ხელი აღარ მომიკიდია, არ შევხები ვარ და მაგაზე მეტად არაფერი არ მაწუხებს რა. ანუ ეხლა ვფიქრობ, რომ ლუკა რო აქ იყოს, შეიძლება ვაფშე სხვაგან ვიყო და სხვა იმაზე ვიყო რა. ანუ იქაც კარგად ვიყავი, კარგი მანქანაც ვყავდა, ორ-ორი მოტო მყავდა, სულ ერთობოდი, ოჯახთან ერთად ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვიყავი და არაცანად ერთ წრეზე ტრიალებდი. ხო, ანუ ერთ წრეზე ტრიალებდი განვითარებისთვის რაღაცა ფინანსები გჭირდებოდა, რაც იქ ცოტა ძნელად საშუალებელი იყო. ხო და იდეები და რაღაცები რო გაწუხებს, როცა გონია რომ მეტი შეგიძლია და მეტის გაკეთებას შეძლებ. ეს არის ჩემი ჰარლის ნაწილები. ძალიან კარგი ვიზუალით გამოირჩევა. ეს არის ფეხის დასადებები, ანუ პეგებს რასაც ვეძახი, მთლელი კომპლექტია. აქ მაქვს ციმციმები. აუ, ეხლა დავტესტე ეს ციმციმები და უცებ განახებ. ურე არ მეგონა ესეთი $25 ციმციმები, ესეთი კაი თუ იქნებოდა. შეხედე რა კაია. ვაუ. LED. ხო და ეს მესამე მეთქი რა არის თქო და ეს ვაფშე თეთრად ანათებს. Wow, amazing. ძალიან კაია, აი ძალიან მომეწონა ეს ციმციმები. და რამდენი მოტო გყავს? 5 მოტო გყავს, მაგრამ სახეზე არის 3. ეს არის ამის დისკები, ჰარლის დისკები. ეს არის აუდიო სისტემა რა, ძალიან მაგარი ხარისხის. ამითი ვაწყობთ, განახებ ხა, აი ამ ჰარლის. ეს ჩემი პირველი სიყვარულია, პირველი კი. ეს არის ის ნაწილები არის ამისი ყველაფერი. რადგან ამისთვის არაფერი არ იშოვება, ყველაფერის ხელით გაკეთება გიწევს. რატომ არ იშოვება? იმიტომ რომ კავასაკია და ამერიკაში კავასაკს დიდ პატივს არცემენ რა. ეს რომ მიხვდე ხა რა ხდება აქ, აგიხსნე აი უყურე. ესე იყო აქ. ეს არ მომეწონა და გამოვიდა ამისგან ორი ფრთა. უყურე? აი ესეთი. ეს ხა დამაგრდება.
ძალიან კარგი Pink Floyd-ის სტატუას ფოტოში. მადლობა. ანუ უყურე ეს მოტოციკლეტი და ეს მოტოციკლეტი არის ზუსტად იდენტური. წლოვანებითაც და ყველაფრით. მაგრამ აი თლიანი ეს ყველაფერი მოიჭრა და წავიდა ნაგავში. ეს არის ძველი მაყუჩი. ეს არის ახალი მაყუჩი. ესეც შეიღებება. ესე ჩვენაა. კი. და აი ეს იდეა უყურე, აქ დგება თავისი პლასმასები. საუნდს რაც შეეხება, მუსიკა ძალიან მიყვარს და ამ ჩანთებში ვიბროიზოლაცია გამოეკრება, რომ საუნდი იყოს ძალიან კარგი და ეს ყველაფერი რამდენი ხანია მუშაობა? ანუ აი ფიზიკურად არ მიმუშავია, იმიტომ რომ ტრაქზე ვმუშაობ. როცა ჩამოვდივარ ხოლმე, 2 კვირა დავისვენებ, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვიცლი რა. მინდა რომ YouTube-ი მოვხოდო რა, კარგად რა, იმიტომ რომ ფიქრობ რომ საინტერესო კონტენტი იქნება რა. ეხლა განახებ ამ მოტოციკლეტს რა. უბრალოდ დაშლილი მყავს. კოპარდზე ვიყიდეთ, რა მაქვს გაღონული. ხო და ან გასწორდება, ეს არის რა, ან გასწორდება, ან ახალი რამად დადგება და აქ არის დაშლილი ყველაფერი. კიდე მყავს 48 XL 1200. ეგეც დაშლილია, მაგასაც რამა ჭირდება ახალი. ხო და მოტოების გამოთვლა და ჭერში წყობა არის შენ. აი ხო, ჯერჯერობით ვთლი და ჭერში ვაწყობ და მე აწყობასაც დავიწყებ. მინდა რომ აქ მე რაღაცა პატარა პრეზენტაციასავით მოვაწყო. შენ იქნება პირველი, ვისაც გადავახიბინებ ამერეს. მადლობა შენო მოხვედი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ვაგრძელებ არხზე აქტივობებს, ასე რომ თუ გინდათ გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ არ გინდათ, ნუ გამოიწერეთ. ყველა ვარიანტში მშვიდობიანი გზა და მომავალ შეხვედრამდე აბა კარგად.